სახელითა მამისათა და ძისათა და წმინდისა სულისათა. ეს არის დღესასწაული დიდი წინასწარმეტყველის წინამორბის ნათლისმცემლის იოანეს მშობლების წინასწარმეტყველი ზაქარიასი და მართალი დედა ელისაბედის. დავიწყოთ იქიდან, რომ წმინდა წინასწარმეტყველი ზაქარია ბარუქის ძე იყო არონის შტოდან, მღვდელი იყო, რომელიც იერუსალიმის ტაძარში მსახურობდა. ხოლო მისი მეუღლე ელისაბედი იყო ღვიძლი და ანასი. ანა იყო ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის დედა. ესე იგი, ელისაბედი იყო ნათესავი მაცხოვრის. ანუ ღვთისმშობლის დედის და იყო. ისინი, როგორც სახარებაში წერია, მართალი ცხოვრები ცხოვრობდნენ, მართალი იყვნენ წინაშე ღვთისა და სამწუხაროდ მათ შვილი არადარ არ ეძლეოდათ და ეს მათთვის ძალიან დიდი ტკივილი იყო. იმის გათვალისწინებითაც, რომ ებრაელთა ერში უშვილოებს რაღაც განსაკუთრებით სოდრის მატარებელს წარმოიდგენდნენ ხოლმე. რაც რა თქმა უნდა ასე არ არის. ერთხელ, როდესაც წინასწარმეტყველი ზაქარია მღვდლობას ასრულებდა და შევიდა საკურთხეველში აკმევდა, ამ დროს მას გამოეცხადა მთავარანგელოზი გაბრიელი და უთხრა, რომ უფალმა შეისმინა შენი ვედრება და შენ ცოლს შეეძინება ვაჟი, რომელსაც დაარქმევ იოანეს და იგი იქნება მრავლთა დამხმარე და ის იქნება წინასწარმეტყველი და წინამორბედი მესიისა იესო ქრისტესი. თავიდან ძალიან შეეშინდა ზაქარიას, როდესაც ანგელოზი დაენახა, მაგრამ შემდგომ მისი სიტყვები ცოტა ეჭვის ქვეშ გაატარა და იფიქრა, რომ როგორ შემეძინებაო, ანუ უთხრა, რომ საიდან გავიგებო, რომ მეო უკვე მოხუცი ვარო, ხოლო ჩემი მეუღლე გარდასულია წლებისაგან და სახარებაში წერია, რომ ელისაბედი ბერწი იყო, ახალგაზრდობაშიც კი შვილი არ ჰყოლია და შემდგომ მთავარანგელოზი გაბრიელი ეტყვის, რახან შენ ეჭვი შეიტანე ჩემ სიტყვაში, დადუმებულ იქნები მანამდე, სანამ ეს ყველაფერი არ აღსრულდება და მართლაც დამუჯდა წინასწარმეტყველი ზაქარია. როდესაც ხმავე რა მოიღო ლოცვებრივი წარმოსთქვა, იქ მყოფი ხალხი მიხვდა, რომ რაღაც განსაკუთრებული მოხდა საკურთხეველში და როდესაც გამოვიდა საკურთხეველიდან ზაქარია, წამოყოფდა, ანუ მიანიშნა, რომ მას აღარ შეეძლო მეტყველება და ხალხი მიხვდა, რომ რაღაც განსაკუთრებული მოხდა მის ცხოვრებაში. გადის ხანი და მართლაც ელისაბედ შეეძინება ვაჟი და წესისამებრ სახელი უნდა დაერქმიათ ან მამის, ან მისი წინაპრის და როდესაც უთხრეს ელისაბედს, რა არის სახელი მისიო, ელისაბედმა უთხრა, იოანე არის სახელი მისიო. როგორ ეს შენ წინაპრებს, თქვენ წინაპრებს არავის არ ერქვაო და შემდგომ მივიდნენ ზაქარიასთან და ზაქარიამ მოითხოვა წამოყოფდა, ანუ მიახვედა, რომ მოითხოვა დასაწერი და დაწერა, იოანე არის სახელი მისი და იოანე დაარქვეს. ეს უცნაური შობა იოანე ნათლისმცემლისა შეუმჩნეველი არ დარჩენია იროდი მეფეს, რომელიც ძალიან მტარვალი იყო, ძალიან სისხლისმსმელი იყო და
მაშინ როდესაც მოგნივ აღმოსავლეთთან მოვიდნენ და უთხრეს რომ აი სად არის ნაშობი ახალი მეუფეხურიათა ეს უზე მოხდა მას რადგანაც ერთგვარი მომავალის დაინახა თავის მოწინააღმდეგე და უთხრა რომ წადი თაყვანი ეცით და რო ჩამოხვალთ მეც მითხარით სად არის ნაშობი მესია და რა თქმა უნდა ანგელოზების თქმით მოგუნი სხვა გზით წავიდნენ აღმოსავლეთში და როდესაც იროდიმ გაიგონა რომ მოიკიცხა იგი აი ამ მოგვებისაგან მაშინ გასცა ბრძანება რომ 2 წლამდე ასაკის ყველა ახალშობილი ვაჟი მოიკლათ და ბუნებრივია რომ პირველ რიგში მხედველობაში ექნებოდა იროდის აი იოანე ნათლისმცემელი ახლადშობილი რომელიც ესე განსაკუთრებულად დაიბადა და ეს ხალხში იყო ცნობილი. ეს რა თქმა უნდა ღვთისაგან შეიტყვეს და წინასწარმე გაარიდეს ჩვილი იოანე დედამისმა ელისაბედმა მთებში, ხოლო მამამისი ზაქარია არ განრიდებია და ღვთისმსახურებაში იყო და ერიდებოდა ელისაბედი აი ამ ხედრებს მთებში და მოხდა ისე რომ მაინც მის კვალს მიაგნეს და მაშინ როდესაც გასაქცევი აღარსად ჰქონდა ელისაბედს ყრმა იოანესთან გაიხსნა კლდე შევიდა და დაიმალა გაიფარა უფალმა ახლადშობილი იოანე ნათლისმცემელი ხოლო ჯარისკაცები ვიდიან მერე ზაქარიასთან და ეუბნებიან რომ სად არის შენი ვაჟი და ბუნებრივია ის არ ეუბნება და ამის გამო მას მოკლავე აი აქ პირდაპირ აზარსა და საკურთხეველს შორის როგორც სახარებაში წერია ზაქარიას მკვლელობის შემდგომ 40 დღეღა იცოცხლა ელისაბედმა ხოლო პატარა იოანე უდაბნოში იზრდებოდა. ეხლა იბადება კითხვა, როგორ იზრდებოდა, ბუნებრივია რომ უდაბნოში, ვინც ყოფილხართ აღმოსავლეთში და იცით, როგორი სიცხეა დღის განმავლობაში და როგორი სიცივეა ღამეში, ბუნებრივია რომ ეს პატარა ბავშვისთვის მიუღებელი იქნება. გამორიცხულია იქ რომ გადარჩენილი ყოფილიყო. სწორედ ღვთის ანგელოზი მას ზრდიდა და მანამდე სანამ ის 30 წლის არ გახდა და შემდგომ გამოვიდა უკვე ის აქადაგებლად ხალხში და მისი პირველი მესიჯი იყო შეინანე რამე თუ მოახლოებულად სასუფეველი წათა ის იყო წინამორბედი ასე რომ შემოკეთილებო დღეს მისი მშობლების მისი დედიკოს და მამიკოს წინასწარმეტყველ ზაქარიას და მართალი ელისაბედის ხსენების დღეა ჩვენ ვხედავთ როგორი მართალი ცხოვრები ცხოვრობდნენ მაგრამ მიუხედავად ამისა როგორი ყოველდღიური ტანჯვა ჰქონდათ და როგორი მძიმე აღსასრული ჰქონდათ მათ ასე რომ ქვეყანა ესე სიცრუესაზე და ძევს და მრავლად არიან ჭირნი მართალთანი როგორც ბრძანებს უფალი და ყოვლისავე ამისაგან იხსნა სიგიდი უფალმა ღმერთმა მოგცეს ამ ორი დიდი წმინდანის წმინდა წინასწარ ზაქარიას და მართალი დედა ელისაბედის მადლი ჩვენს დედა ეკლესიას მის უწმინდესობას წმინდა სინოდს მამებს დედებს და მე მინდა მადლიერება გამოვხატო მეუფე გრიგორის მიმართ რომ იგი მუდამ ჩვენთან არის და მუდამ ჩვენთან ერთად ზეიმობს უბრალოდ ჩვენ ზეიმობთ მასთან ერთად აი ამ დღესასწაულებს ღმერთმა მოგცეს ამის განცდა ბოლომდე და ღმერთმა მოგცეს ჩვენ და სრულიად საქართველოს ის მადლი
რამადრიცაც იყვნენ დაჯილდოებული აი ეს ორი დიდი წმინდანი წინასწარმეტყველი ზაქარია და მართალი დედა ელისაბედი. ამინ. ყველას მიგლოცავთ აკიდებული. ჩვენთანაც მე. სახელთა მამისა და დათისა სულისად მოცე ჩვენთანაც მე. დიდება და მადლობა ღმერთს, ეს არის შეიძლება ასე ვთქვათ ქრისტიანული ოჯახის, ქრისტიანული მშობლების შესასწავლელი. წმინდა ზაქარია ელისაბედი არის მაგალითი, როგორი უნდა იყოს მშობლები მშობლები. როგორი უნდა იყოს განსასწრების დროს. აი მამა კარგად აღნიშნა ძველ აღთქმაში რაც უნდა იყო ოჯახში რა იყო შვილების იყო მშობლებისა რაღაცა პრობლემა არის და მით უმეტეს ეს იყო დემსახური. მით უმეტეს იმ დროს ერთადერთი ტაძარი დედამიწაზე ის იყო იერუსალიმის ტაძარი. სხვა ტაძარი ჩვენ ვიცით თვით საქართველოსთან მიდიოდნენ ალბომადრეს ამ ტაძარში. და თეო მსოფლიოში სადაც ცხოვრობდნენ ეს იუდეები იცოდნენ ვინ იყო დამსახურებული, ვინ იყო დამთავრებული. და თეო მსოფლიო იცოდა რომ არის ესეთი ოჯახი ზაქარია ელისაბედი მსახურობენ ერთადერთი ტაძარში და მათ არ ჰყავთ შვილი. როგორი განსასწრებია, როგორ შეიძლება ასე ვთქვათ გამოცდა ყველა ადამიანისთვის და ჩვენ უნდა გვახსოვდეს როცა ესეთი განსასწრებია, როცა ეპიდემია, პანდემია მოვიდა ან რაღაცა რა უნდა გზნობოქოს, რა ლოცვა აი მაგალითის სახარებიდან ჩვენ ვიცით როცა პარი შედის ქალაქში და ხედავენ რმას, რომელიც არის ბავშვები და მოციქული კითხებია ვინ შესწოდა? უბრალოდ არის, რა თქმა უნდა, ვიღაცა შესწოდა. თვითონ შესწოდა მშობლებმა თუ ვინ. და უბრალოდ არის არის საშუალებას. აბა ისთვის არის ეს ადამიანი რმა. იმისათვის რომ მასზე დიდება უფლისა განმოცემას. და ჩვენ როცა გვაქვს განსასწრებელი, გვაქვს რაღაცა პრობლემა. რაც უფრო დიდი და გავსწორდეს ეს იმისათვის რომ უფალმოი დაინახოს ჩემი მოწმენება, დაინახოს ჩემი დამდაბლობა, დაინახოს ჩემი ერთგულება და ჩემზე განხორციელდეს დიდება უფლისა სასწაულები. ჩემზე განხორციელდეს ნება წმინდა ნება უფლისა. და ნახეთ, აი ამ დროს ჩვენ ვაზრებ, ჩვენ უზური ადამიანი, ცოდნა ვაზრებ უფალს, რომ მან განახორციელოს ჩვენზე სასწაულები. ესეც გვახსოვს, რომ როცა უფალი შევიდა თავის ქალაქში, სადაც დაიბადა, ვერ შეეძლო სასწაულების სახით. რატომ? უკვირდა მოწმობა, როცა ჩვენ რაღაცა წუწუნდება ან რაღაცას ვეუბნები, რატომ ჩემ თავზე ეს ხელი უფრო კარგი. ჩვენ ვკეტავთ ამ კარს, მოწყალების კარს. და როცა ჩვენ ვეუბნებით, აი ეს იმისთვის არის ვაჟკაცობა ჩვენ, რაღაცა მამაცობა, ამ დროს ყველაფერი ისე იქნება, როგორც გვერდს. ეს წავიკითხე გორჯერ ეს სახარება, როცა უფალი ეუბნება იერუსალიმ, რამდენჯერ მინდოდა შევკრიბო ჩემი შვილები. და რა არის იერუსალიმი? ეს არის წმინდა ქალაქი, მშვიდობის ქალაქი. ეს ჩვენ ვართ ქრისტიანები. რამდენჯერ გვეუბნება უფალი, გიყვარდეთ ერთმანეთს, ცხოვრეთ მეგობრულად, ცხოვრეთ ქრისტიანულად. ნიშანი ისა, რომ ქრისტიანები ხართ, ეს არის სიყვარული. რამდენჯერ ვიჭვრეთ, რამდენჯერ რასაც გავედუდეთ ერთმანეთს. და სამწუხარო მე ვეუბნება უფალი. ერთ ორჯერ საქმე მიდის სხვაგან ჩვენი საქმე და ამიტომ ვილოცოთ რათა ვასწავლოს ლოცვა, მოთმინება წმინდა ზაქარია ელისაბედი დალოცოს ჩვენი ოჯახები. ზოგადად ეხლა ისეთი დარგმა არის ნებისმიერ ოჯახზე, აი არა მარტო ქრისტიანულ ოჯახს, აი ნახეთ რა ხდება
ევროპაში რახეთ მუსულმანებიც ჩვენი მეზობლები ჩრდილოეთში ამბობენ ისეთი დარტყმების ძვირს ვაკავებთ ამ ოჯახის ერთობას. იქაც დიდი დარტყმა მიუხედავად იმისა, რაც სიმკაცრე არის და ისეთი ბრძოლა არის როგორც ჩვენ სინამდვილე, მაგრამ იქაც უჭირს. რატომ? იმიტომ რომ ოჯახი ის ჯვარი, ჯვისტარება ურთიერთთა სიმძიმე ამბავით. ოჯახი ეს არის დიდი ასპარეზი სიყვარულის ძალიან კარგად მომწონს ესეთი გამოთქმა, რომ ინგლისელების გამოცდილების არის პედაგოგები. არ უნდა ასწავლოთ თქვენ შვილებს, არ უნდა აღზარდოთ თქვენ შვილებს. მაინც იქნებიან როგორც თქვენ იქნებიან. აღზარდეთ თქვენი თავი, ასწავლეთ თქვენ თავს. ბავშვები ჯერ უყურებენ და მერე უსმენთ. და ჩვენ თუ მეუბნებით ერთს, აკეთებ მეორეს, მესამეს ფიქრობ, იქ არ იქნება რა თქმა უნდა. ამიტომ რაღაცა მინდა გითხრა და ჩვენ მამაზე რაღაცა ძალიან მკაცრი იყო ჩემი მამა და მამობერება. რაღაცა ერთი პერიოდი იყო, თქვენ გახსოვთ ესეთი კომუნისტების პერიოდი, როცა გორბაჩოვი მოვიდა და შეწყვიტა ესეთი პირდაპირი ჩაბარება უმაღლესში, რაღაცა უნდა გქონოდათ 2 წლიანი სტაჟი. მამა ჩემი იყო ექიმი და მამას უნდა რომ მე ამ გზაზე მე მაინც ეს ექიმობა არ მომწონდა, მაგრამ მოჩინები წავედი. ესე იგი არ შეიძლება პირდაპირ სკოლიდან ჩამებარები და სამომავლოში და უნდა მქონოდა 2 წელი მინიმუმ სტაჟი საერთოდ. და მამა ჩემს უწევს. ვიღაცა გააფორმებდა, შვილს გაუკეთო ის საბუთი. არა, ეს არ შეიძლება. მოკლედ მერვე კლასიდან როცა ყველაზე ისეთი კარგი ასეთი ასაკი არის, მე სულ საავადმყოფოში და სალიტერატურო შევიდა. რაღაცა განსაცდელი მომივიდა, რომ ეს ბოტკინის დაავადება და რაღაც 2 თვე არ შემეძლო რაღაცა ძინის აწევა და რუსები როგორი არიან, არ უნდა იმუშაო რაღაცა. მამა ჩემი მიუხედავად იმისა იყო ქირურგი, კანდიდატი მეცნიერებათა და მოდიოდა ოპერაციის მერე და მე მეუბნება შემდაჭიქი და თვითონ ეცავდა იატაკებს. და ეს ყველა მიყურებდა ეს ვინ არის ასაკეთებს. აკეთებდა იმას, რომ აი მაგალითი ისა რომ ატიოსნება, ოვლი და მოჩილება ნიშნულოვანი და მე დავინახე მასში რაღაცა ეს და ჩემთვის უკვე იყო დიდი მაგალითი, რომ ყველაფერი უნდა გააკეთო ატიოსნად, ყველაფერი უნდა გააკეთო გული მოჩილება და ესე გავიარე მე სანიტრობა, მე ეს ურაის მე ძმავია ესადაც რაღაც უკვე ეს სტარტი იყო ისეთი კარგი, რომ ნებისმიერი მორჩილება ჩემთვის იყო ადრე და რის თქმა მინდა რომ დავუცო ჩვენ მუშაობები, დავუცო ოჯახი დიდი დარტყმის ქვეშ არის და დავუცო მეგობრობა. იმიტომ რომ აი როგორც ეკლესია გვასწავლის. რა უნდა მამას, მამა ღმერთს რა უნდა, შვილებს უყვარდეთ ერთმანეთი და უყვარდეს მამა, ხო? ეს არის მამის, ნებისმიერი მამის, სულიერი ხორცელი მამის ესეთი ოცნება, რომ სიყვარული იყოს. და მინდა გითხრათ, რომ ჩვენ კი ვამბობთ აი ველწლობთ, რომ იყო ესეთი, მაგრამ ამ დროშიც არის. მინდა გითხრათ ესეთი მაგალითი, აი ისეთი ოჯახისა და მეგობრობის. აი ჩვენი ძმა მეგობარი იანისი გიორგი იგნატიანის თვითონ აი თბილისელია, მაგრამ წარმოშობით წალგერი ბერძენია, ჩვენი კოლეგა ექიმი და ბოლო დროს იყო ბიზნესმენი. როცა ახალი ნაკუთი ვიყავი წალკაში, მოგზავნა და მეუბნება რომ გავიგეო ახალი თავარი ხარ ექიმი და
რაღაცა მინდა გავაკეთო საქართველოს წავკისთვის და მაგ საშუალება რომ ჩამოვაძალო ათონის თვიდან წმინდა ნაწილები ხადი რომ უალოცინოთ საქართველოს ძალგა და რაღაცა გაძლიერდეს. ახალი დაკუთრება და ჯერ არაფერი არ იცი როგორ უნდა მიიღოს დელეგაცია და მივედი პატრიარქად. ფეროწმდეს აიხსნეს ადამიანი და წმინდა თვიდან შეუძლიათ მოვაძალო წმინდა ნაწილები მოალოცინოთ და პატრიარქი არ დაიკარგოს. არ დაიკარგოს. აბა რა როგორ გავაკეთო? ვაჩიკო. ნუ ერთად და გასაგებად. ნაწილები ისეთი არის რომ ვაჩიკება. და იქ ვისამართლეში ისო არსებობს ესეთი გიორგი კარსების წარმოშობის ძალკარი ჩვენი წმინდანი, რომელიც მოვაძეოდა აფხაზეთში, მერე რევოლუციის დროს გადავიდა საფრანგეთში და გახდა წმინდანი. მისი წმინდა ნაწილი და უცო უთხარი გიორგი არის გიორგი კარს არ ვიციო და გავიგებო. და ამ დროს საოცარი ის განგება რომ ემზადებოდა ოპერაციის დიდი ოპერაცია გულზე და როცა ემზადება იქ აღმოჩნდა საალბოში თქვენ სადაურები ძალები ჩვენ საქართველოს ახლოს არის წმინდანი თქვენი საქართველოს წმინდანი და ჩვენი საფრანგეთის გიორგი კარსების სააცა და ოპერაცია შიდა ჩატარდა მე იანისი ჩავიდა მონასტერში გააცნო და სასწაული მოხდა ძალგა როგორია და 10 წლის წინ მოგზაურდა დელეგაცია იანისის თავი მიტროპოლიტი ათონელი მამები დედები ბრეული ისეთი დელეგაცია პატრიარქად ცილვაზე მე ჩამოვიდნენ ძალგაში ვაჩუკის წმინდა ნაწილები პატრიარქს ვაჩუკის და სხვადასხვა დელეგაცია ჩამოვიდნენ 26 კრებისის მამა გავრიეს ნაბადები ესეც საოცარია რა აი ესეთი ხდება რომ ამ ბოლო დროს როცა ადამიანი მოჩვენებს სიყვარული ელოდება ამ თავის თავზე გასწავლოს და ისეთი სასწაულები შეიძლება მოხდეს და მომავალს არის ამის სიკვდილი და ჩვენც ვინდა აღვნიშნოთ ეს სიკვდილი და ვინმეგობრებო რაჯობია მე ისე ჩვენთან დამეგობრდით ჩვენი მონასტერი ჩვენთან ძალაში ძალიან მოიცადა ეს არის სიკვდილი ძმობა ურთიერთობს სიმძიმე ვიტვირთო და აი ეს მოძოს უყავს და გამომიგზავნის ბევრ ძალობას ბევრ სიხარულს ბევრ მაგას ეს არის რაც ჩვენ გიდება ის გარეშე არ შეიძლება. ამიტომ ერთად დავუცოთ ჩვენი მშობლები, დავუცოთ ჩვენი მეგობრები, დავუცოთ ჩვენი მშობლების წრეები, მოთმინება, დავუცოთ ჩვენი მადლიერება მშობლებისადმი. და მინდა გითხრათ რომ პატარა ასეთი ნაბიჯები შეიძლება არა მარტო ჩვენ ცხოვრების სპეცს დავეხმაროთ და სპეცსაც გავგზავნო ასეთი ჩვენი სიყვარული და ჩვენი მეგობრობა. მე ხომ დავუცოთ სულიერ საქართველოს დავუცოთ ჩვენი სულიერ მამა პატრიარქი დავუცოთ ჩვენი მშობლები და იმენს მერთან მომავალი ესასწავლი ჩვენ მერთან აფხაზეთში სამაჩაბლოში ერიჩი და დაუბანში ერთად დაგვიცოთ გადახაროთ გადაძლიეროთ მადლობა მამა ერისეს მადლობა დედა ივანას რომ გაპატიჟეს ამასა და მადლობა ვინც ეზიარა მადლობა უყავს ვინც ეზიარა ველოდება მშობლობა 21 სექტემბერს კვირას თელი დამთავრების სიმბოლიზმი არიგებია მაგრადის ტაძარში გელატობა რათა აღნიშნოთ 900 წელი დავით აღმაშენებლის გადაცვალება. მე ერთად დაგვიცოთ